ნახევარფინალური შეხვედრებისთვის. მე კი გუნდების შემადგენლობებზე გადავალ, არმიელთა შემადგენლობით დავიწყოთ. პირველი ნომრით ვახტანგ ტერუნაშვილი დაიცავს კარს, აქ კესეუს მოთამაშეება შეიყვანეს. ბურთი თამაში პირველი ნომრით ვახტანგ ტერუნაშვილი, 7 გიორგი ქურდაძე, 10-4. ალბათ თუმთლად ყველაზე დასამახსოვრებელი და სანახაობრივი შეხვედრა არა ამ ტურში, ამ სეზონში ალბათ მეორე წუთზე როგორ შესრულდება ეს პენალტი ზუსტია და მეორე წუთზე როგორ შესრულდება ეს პენალტი ზუსტია და აქაც არის შანსი და აქაც არის შანსი და ისთვის ბრძოლას გულისხმობს აქ ჩიმაკაძემ და შორიდან ძალიან საინტერესო PSV-სა და TSU-ს შეხვედრაში და ფაქტობრივად გადაწყვიტა იმ შეხვედრის ბედი. გიორგაია შემოტრიალდა. სრული უპირატესობა კესეუმ გადაიბარა აქ ჩიმაკაძემ დაარტყა და ცირა მოათამაშობს კარგად და ირღვევა თამაში. სუნტუროვი კავა ხარატიშვილი არის აქ შანსი, მე მგონი იყო აქ თამაშის დარღვევა, არა, როგორც ჩანს თამაში. ტერუნაშვილი, ჭომბურიძე, ბექაური, ქურდაძე რა კარგი გადაცემა და ტერუნაშვილი, ჭომბურიძე, ბექაური, ქურდაძე რა კარგი გადაცემა და ქურცაძე, ჩიმაკაძე ძალიან მჭიდროდ თამაშობს აქ არმია მოდის ცენტრშივე და ირღვევა თამაშის წესი ბარაია კარგი გადაცემა და აქ იქნება თამაშის წესი. ოთხი წუთი თითქმის გავიდა მეორე ტაიმის დაწყებიდან. ფარცვანია, ქურცაძე, ხელი ჩიმაკაძის გამორბენი დარტყმა ზუსტია 2-1. ჩიმაკაძის გამორბენი დარტყმა ზუსტია 2-1. ნანეიშვილი, კარგი შანსი, ბერეჩიკიძე დარტყმა და კარის ხაზიდან გამოიტანა მაჩიტიძემ ახლა ბურთი. შვილი მარცხენა ფლანგიდან 22 ნომერი, აქ კიდევ ერთი ბარათი იქნება როგორც ჩანს. და ზუსტი გადაცემა ლუკავა შეიძლება ეს შეტევა საგოლე აღმოჩნდეს დარტყმა და რებით სიმშვიდისკენ გადაინაცვლეს გუნდებმა და ისიც დაძაბული და განსაკუთრებული შნულიდან გავიდა. ისე თუ ისე ინტერესო შეხვედრა ნამდვილად არ გამოვიდა, ზოგადად ტური იყო საინტერესო და განსაკუთრებით ალბათ დაგვაბახსოვრდა შეხვედრა, რომელიც PSV-სა და TSU-ს შორის გაიმართა. შეიძლება ალბათ უკვე დარტყმა, კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა. ანუ ბექაურს ამ ეპიზოდში უკვე პლეი-ოფის შეხვედრები ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ, რომელიც იქცა უკვე პლეი-ოფის შეხვედრები ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ, რომელიც იქცა როგორი იქნება შეხვედრისა ეს ეპიზოდით საგოლე აღმოჩნდა როგორი იქნება შეხვედრისა ეს ეპიზოდით საგოლე აღმოჩნდა